56 ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ქართული წიგნი უკრაინელმა სამართალდამცავებმა დღეს საქართველოს საელჩოს გადასცეს. მე-18 და მე-19 საუკუნის გამოცემები ჯერ კიდევ 2008 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავიდან მოიპარეს. უკრაინელმა სამართალდამცავებმა წიგნები ბორისპოლის საბაჟოზე მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ბოროტმოქმედები მათ შეტანას უკრაინაში ცდილობდნენ. თითოეული წიგნის ღირებულება $1000-ია. დაბრუნებული ქართული საგანძური ნახეთ სოფო ხუციშვილის რეპორტაჟში. ეს ის უნიკალური წიგნებია, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მოიპარეს. მე-18 და მე-19 საუკუნეში გამოცემული 56 ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე წიგნები დღეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში საქართველოს საელჩოს გადასცეს. იშვიათ გამოცემებს საქართველოში ხვალ ჩამოიტანენ. მე ამ შემთხვევაში სიმბოლურის გარდა კიდევ უფრო სხვა შეფასებას მივცემდი, ის ისტორიულია. ეს წიგნები ფასეულია არა მარტო სიძველით, არამედ მათი ისტორიული მნიშვნელობითაც. ამ წიგნებით ძალიან ბევრმა თაობამ ისტორია ისწავლა და ამით მომავალი თაობებიც უნდა აღიზარდოს. ამიტომაც მინდა თბილი მადლობა გადავუხადო იმათ, ვინც ამ ფასეული წიგნების დაბრუნებაში დაგვეხმარა. უნიკალური წიგნები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საცავიდან 2008 წელს მოიპარეს. ძარცვიდან რამდენიმე თვეში უკრაინელმა სამართალდამცველებმა წიგნები ბორისპოლის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მაშინ დააკავეს, როდესაც მძარცველები ქვეყანაში მოპარული წიგნების უკანონოდ შეტანას ცდილობდნენ. მაშინ იშვიათი გამოცემები უკრაინის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით კი წიგნები კვლავ საქართველოში ბრუნდება. ბიბლიოთეკა, რომელიც თავად ივანე ჯავახიშვილმა შეადგინა, სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში არა მხოლოდ უნიკალური, არამედ ეროვნული ღირებულების მქონე წიგნები ბრუნდება. უძველესი გამოცემები ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს და მისი ჩანაცვლება სხვა ლიტერატურით შეუძლებელია. დაიკარგა მე-18 მე-19 საუკუნის მეტად მნიშვნელოვანი წიგნები, როგორც მატერიალური თვალსაზრისით, ისე იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იქ იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვილის დროიდან. ფაქტი, რომ ჩვენი სამართალდამცავების ესეთი ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობის შედეგად ეს წიგნები ისევ მფლობელს დაუბრუნდა, მეტად სასიხარულოა და ძალზედ მისასალმებელი. ძველი ისტორიული და კულტურული ფასეულობის უნიკალური წიგნების ღირებულება შავ ბაზარზე $10,000 აღემატება. ამიტომ ბოლო დროს ბიბლიოთეკების საცავებიდან წიგნების მოპარვის ფაქტები გახშირებული იყო. ყველა შემთხვევაში დანაშაულებრივი სქემა კარგად მოფიქრებული და იდენტური იყო. ძარცველები წიგნებზე ბიბლიოთეკის შტამპებს შლიდნენ და შუამავალი პირების საშუალებით სარეალიზაციო საზღვარგარეთ გაქონდათ. ეჭვმიტანილებს შორის ბიბლიოთეკების თანამშრომლებიც იყვნენ. უნიკალური წიგნები ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდანაც დაიკარგა. მაშინ ძარცველები, რომელთა შორის ბიბლიოთეკის დირექტორიც იყო, ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. გასულ წელს სამართალდამცველებმა მსგავსი არაერთი საქმე გახსნეს, მათ შორის დააკავეს ის პირებიც, რომლებმაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან უიშვიათესი წიგნები გაიტანეს.